ქართული მართლმადიდებელი ეკლესია დავით გარეჯელის ხსენების დღეს აღნიშნავს. უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხულმაფხაზეთის მიტროპოლიტი შიო მესამე დღესასწაულთან დაკავშირებით დავით გარეჯის მამათა მონასტერში პარაკლისს პირველად აღავლენს. პატრიარქი დავით გარეჯის მონასტერში დღეს ჩავიდა. შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯობის დღესასწაული 2018 წლის შემდეგ აღდგა. თემაზე ჩვენი ჟურნალისტი ნათია ქენქაძე მუშაობს, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვიერთდება. ნათია, გისმენთ. საზეიმო ღვთისმსახურება დავით გარეჯის მონასტერში დასრულებულია, თუმცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ამ დრომდე იმყოფება სამონასტრო კომპლექსში და როგორც ალბათ კადრში ხედავთ, მონასტრის კარიბჭესთან შეკრებილია მრევლი, რომელიც ელოდება კათოლიკოს პატრიარქის წაბრძანებას, რომ მიიღოს მისგან ლოცვა კურთხევა და ახლა ისმის საზეიმო ზარების რეკვა, რაც იმას ნიშნავს, რომ პატრიარქი უახლოეს წუთებში დატოვებს მონასტერს. მრევლის ნაწილს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ პატრიარქის ლოცვა კურთხევა მიეღო ღვთისმსახურების დაწყებამდე. ეს განსაკუთრებული დღე არის ამ მონასტრისთვის, ამ მხარისთვის საკმაოდ დიდხნიანი პაუზის შემდეგ შესრულდა კათოლიკოს პატრიარქის მიერ აღვლენილი ღვთისმსახურება დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში, გამომდინარე იქიდან, რომ ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ბოლო წლებში ვეღარ ჩამოდიოდა დავით გარეჯის მონასტერში, თუმცა ცნობილია ისიც, რომ ილია მეორე ყოველთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა და ხშირად აღნიშნავდა ამ მონასტრის განსაკუთრებულ როლს, როგორც ისტორიულს, ასევე სულიერი თვალსაზრისით და ამ მნიშვნელობაზე დღეს ისაუბრა შიო მესამემ თავის ქადაგებაშიც. დილიდან დაიწყო ღვთისმსახურება დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში, საზეიმო ლიტურგია, რომელიც აღავლინა გურჯანისა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსმა მეუფე ლუკამ. შემდეგ კი უკვე ჩამობრძანდა კათოლიკოს პატრიარქი. საკმაოდ ბევრი ადამიანი ჩამოვიდა დავით გარეჯში საგანგებოდ იმისთვის, რომ დასწრებოდა კათოლიკოს პატრიარქის მიერ აღვლენილ პარაკლისს, ქონოდა მასთან შეხვედრის შესაძლებლობა. ერთ-ერთი პირველი მონასტერი არის სწორედ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რომელსაც სტუმრობს ახლად აღსაყდრებული კათოლიკოს პატრიარქი და ესეც რა თქმა უნდა ხაზს უსვამს ამ მონასტრის მნიშვნელობას და ეს ვიზიტი დაემთხვა დავით გარეჯელის ხსენების დღეს, როდესაც ეკლესია, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ამ ერთ-ერთი ასურველი მამის ხსენებას, რომელიც მე-6 საუკუნეში ჩამოვიდა ჩვენს ქვეყანაში და სწორედ ასურველმა მამებმა დააარსეს სამონასტრო ცხოვრება საქართველოში და ერთ-ერთი მონასტერი, რომელიც მათ სახელს უკავშირდება, არის დავით გარეჯის მონასტერი, ეს სამონასტრო კომპლექსი, რომელიც მე-6 საუკუნიდან არსებობს და განსაკუთრებული ისტორიული დატვირთვა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის, გარდა რა თქმა უნდა მისი სულიერი მნიშვნელობისა. დავით გარეჯელი ამ მონასტერში არის დაკრძალული ფერიცვალების სახელობის ტაძარში და სწორედ ამ ტაძარში შესრულდა დღეს საზეიმო ღვთისმსახურება და შემდეგ უკვე პარაკლისი. სხვადასხვა სასულიერო პირები, როგორც ადგილობრივები, ამ მონასტრის საძმოს წევრები, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული სასულიერო პირები მონაწილეობდნენ ამ ღვთისმსახურებაში და მრევლიც მთელი საქართველოდან შეიკრიბა. აქ ბუნებრივია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილობრივებისთვის იყო ეს დღე, რომლებიც ყოველთვის ჩამოდიან ამ დღესასწაულზე დავით გარეჯის მონასტერში და განსაკუთრებულად აღნიშნავენ და დღეს უკვე კათოლიკოს პატრიარქთან შეხვედრის შესაძლებლობაც მიეცათ მათ და დაესწრენ ამ ღვთისმსახურებას. რაც შეეხება ქადაგებას, შიო მესამემ საკუთარ ქადაგებაში ყურადღება გაამახვილა დავით გარეჯელის 8 წელზე, ისაუბრა მის ცხოვრებაზე, თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ასურველი მამების ჩამოსვლას საქართველოში და სამონასტრო ცხოვრების დაფუძნებას ჩვენს ქვეყანაში და ასევე მან ისაუბრა ლოცვის მნიშვნელობაზე. პატრიარქმა განმარტა სახარება, ის სახარება, რომელიც წაიკითხეს დღევანდელ საზეიმო ღვთისმსახურებაზე და სწორედ ამ სახარებაში იყო საუბარი ლოცვის მნიშვნელობაზე და შემდეგ უკვე ეს ვრცლად განუმარტა მრევლს კათოლიკოს პატრიარქმა და ისაუბრა თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ადამიანებმა ილოცონ და მიმართონ ღმერთს თხოვნით, მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ გაითვალისწინებენ სახარებაში მოცემულ ამ სიტყვებს ილოცეთ და მოგეცემათ, ყველა კეთილის თხოვნა ადამიანებს შეუსრულდებათ და რა თქმა უნდა ამ მონასტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა კათოლიკოს პატრიარქმა, როგორც გითხარით, ერთ-ერთი პირველი ვიზიტი შიო მესამეს აქვს სწორედ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში, ფერიცვალების სახელობის ტაძარში, სადაც მან დღეს საზეიმო ლიტურგიის დასრულების შემდეგ აღავლინა საზეიმო პარაკლისი. საოცარი მამა იყო დავით გარეჯელი, ისევე როგორც ღირსი იოანეს ზედაზნელი და მისი ყველა მოწაფეები, რომლებმაც დააფუძნეს სამონასტრო ცხოვრება საქართველოში და მათ შორის მამა დავითი ერთ-ერთი ისეთი დიდი მნათობია, რომელიც განთქმულია მთელ მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში. ისეთი დიდი მადლი მოიხვეჭა მან
ღვთის წინაშე, ისეთი მადლმოსილი იყო. მამა დავითი იყო განსაკუთრებულად გამორჩეული ამ უდიდესი სათნოებით, რასაც სიმბაბლე ეწოდება. მადლის მოსახვეჭად აუცილებელია ლოცვა. ლოცვის გარეშე ამ თვისებებს ადამიანი ვერ მოიხვეჭს. როდესაც ჩვენ სალოცავად დგებით, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის უმთავრესი საქმე, რომლის გარეშეც არც ერთი სხვა საქმე ჩვენ ცხოვრებაში ჯეროვნად არ წარიმართება. რომ ლოცვა არის ყველაზე ძლიერი რამ ამ დედამიწაზე. გილოცავთ დავით გარეჯელის ხსენებას, შეგვეწიოს მისი მადლი და ძალა, ეს წმინდა მონასტერი დაიფაროს და გააძლიეროს და მისი მეოხებით შეგვეწიოს უფალი, რომ მოვიპოვოთ ეს ლოცვის მადლი და სულიწმიდის მადლი, რომ გავხდეთ ტაძარი სულისა წმიდისა, რომ უფალი მკვიდრობდეს ჩვენში. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, ღმერთმა ღირსი მამა დავით გარეჯელის მეოხებით დალოცოს, გაამთლიანოს, გააძლიეროს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო. როგორც გითხარით, მთელი საქართველოდან შეიკრიბა მრევლი დავით გარეჯის მონასტერში. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ადგილობრივები გურჯაანის რაიონის და საგარეჯოს რაიონის მაცხოვრებლები, სოფელ უდაბნოს მაცხოვრებლები, რომელიც არის ყველაზე ახლო მდებარე დასახლება ამ მონასტრიდან და განსაკუთრებული არის ადგილობრივებისთვის ეს დღე. ისინი დაესწრნენ საზეიმო ლიტურგიას და შემდეგ უკვე კათოლიკოს პატრიარქის მიერ აღვლენილ პარაკლისს. მოგილოცავთ დავით გარეჯობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ჩვენთვის წმინდა მამა დავით გარეჯელი ძალიან დიდი წმინდანია და სულ ვამბობთ, რომ ჩვენ მოხვდით მადლიან მიწაზე. ძალიან ღირსეული დღესასწაულია. ეს რაც შეეხება ჩემს საყოფნას, ეს პირველად არ არის. მე ძალიან ხშირად მიწევს საყოფნა. პატივს ვცემ ჩემს სარწმუნოებას და ყოველთვის მოხარული ვარ აქ ყოფნა. წმინდა დავით გარეჯელის ლოცვის მადლი შეგვეწიოს. დიდებული დღეა, მე ჩვენ საგარეჯოდან ვართ. დიდებული დღეა ჩვენთვისაც და სრულიად საქართველოსთვის. ღმერთმა სიკეთე მოგცეთ ყველას, ერთმა გააერთიანოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო დღევანდელი დღის ლოცვის და მადლით. ღვთისმსახურება დასრულებულია, როგორც გითხარით, მრევლი ამ წუთებში ეოლდება კათოლიკოს პატრიარქ, ისინი შეკრებილი არიან ლავრის შესასვლელთან. აი ამ წუთებში ტოვებს შიო მესამე დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს და ის მრევლს დალოცავს ადამიანები, რომლებიც აქ დღეს ჩამოვიდნენ, იღებენ მისგან ლოცვა-კურთხევას. მადლობა, პირდაპირ ეთერში ნათია ქენქაძე საუბრობდა.